გემო და ესთეტიკა ერთიანდება არეალში. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებით, ერთიანდებით, საინტერესო ინფორმაციით, გამოსადეგი და სასარგებლო ინფორმაციით ცხადია. იულიუს მაინლი 2 წელიწადში ერთხელ ბარისტების საერთაშორისო ჩემპიონატს ატარებს. გამარჯვებული 4 სექტემბერს ვენაში გამართულ გრანდ ფინალზე საქართველოს სახელით საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს. დარწმუნებული ვარ, საინტერესო საამაყო მიმართულებაც გვექნება არეალში და ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ შედეგებს. არეალში აუცილებლად შევიტყობთ გამარჯვებულის ვინაობასაც. მანამდე ქრისტინა მაინლი, ლეგენდარული მაინლების ოჯახის მეხუთე თაობის წარმომადგენელი, იულიუს მაინლის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო ყავის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და Specialty Coffee Association-ის ყოფილი პრეზიდენტი სტუმრად არეალში. Hello. მოგესალმებით, ქრისტინა. პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. სიხარულით ველოდით თქვენთან ინტერვიუს. მადლობას გიხდით შესაძლებლობისთვის. თქვენ მაინლების ოჯახის მეხუთე თაობას წარმოადგენთ. ბავშვობაში რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ოჯახმა ყავის კულტურისა და ბიზნესის შესახებ გადმოგცათ? მეც მინდა მადლობა გადაგიხადოთ, დრო რომ გამონახეთ ჩვენი საუბრისთვის, ყავის თანხლებით. მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც ყავას დომინანტი ადგილი ეკავა. მამას ხშირად მოქონდა სახლში სხვადასხვა სახის ყავა. ვაგემოვნებდით, პროდუქტთან ახლო შეხება, მისი გაცნობა ბავშვობის ნაწილი იყო. ბიზნესის ზრდისთვის ვფიქრობ აუცილებელია იყო მოქნილი. ჩვენს ბიზნესს 160 წლის ისტორია აქვს. გამოიარა 2 მსოფლიო ომი, ეკონომიკური დეპრესია. რომ გადავხედოთ განვლილ გზას, მნიშვნელოვანია იყო მოქნილი, რათა შეამჩნიო შესაძლებლობები. ყურადღება მიაქციო ადამიანებს, რომელთაც მოსწონთ შენი ყავა, იმისთვის რომ შეამჩნიო რა სურთ მათ და რა სჭირდებათ. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო მოქნილი, გქონდეს დადებითი განწყობა, გქონდეს იმედი რომ გამოგივა. დღეს ჩვენ ძალიან დადებით განწყობაზე ვართ. რა თქმა უნდა, იულიუს მაინლისთან ერთად. რასაც შემდეგ კითხვამდე მივყავართ. ვენის ყავის სახლის კულტურა აღიარებულია იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი იცნობს ვენას მისი ყავით, მაგრამ ცოტას თუ ესმის, თუ რა ხდის ყავის სახლს უნიკალურს. სიღრმისეულად რომ დაგვანახოთ ეს უნიკალური ტრადიცია და რა შეიძლება ისწავლოს მისგან თანამედროვე საზოგადოება. ვფიქრობ, ვენის ყავის სახლის აღორძინების პერიოდი მე-19 საუკუნის დასაწყისია, როდესაც ქალაქის მოსახლეობა ყავის სახლებში იკრიბებოდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო მათი საცხოვრებელი ფართის სიმცირით. მოსახლეობა ერთმანეთს არა საცხოვრებელ, არამედ ყავის სახლებში მასპინძლობდა. სწორედ ამ სახის შეხვედრები ქმნიდა უნიკალურ გამოცდილებას. ერთ სივრცეში თავს იყრიდნენ მწერლები, პოლიტიკოსები, ფართო საზოგადოება, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ფიზიკოსები. ამ პერიოდში ვენა იყო ხმაურიანი, მჩქეფარე, ახალი იდეების კერა. ადამიანები ერთმანეთს შეხედულებებს უზიარებდნენ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მრავალი რევოლუცია დაიგეგმა ყავის სახლებში. დაიწერა მრავალი წიგნი. დღესაც, ალბათ ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმით აზრთა გაზიარება, რაც დაშლის წინაღობებს, გააჯანსაღებს სოციალურ ურთიერთობებს ადამიანებს შორის. ციფრული ეპოქის პირობებში ადამიანებს მიეცემათ საშუალება ესაუბრონ ერთმანეთს. ზუსტად ეს არის ვენის ყავის სახლის სული, რომელიც მას შენარჩუნებული აქვს და დღეს ისევ მნიშვნელოვანია, როგორც ოდესღაც. შეიძლება ყავის მის გარემოება შეიცვალოს, თუმცა ადამიანური ურთიერთობების მოთხოვნილება უცვლელი რჩება. სწორედ ეს იდეა წარმოადგენს ვენის ყავის სახლის გულს. დიახ, რა თქმა უნდა. როგორც ყავის სპეციალიზებული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ქრისტინა, თქვენ მომსწრე ხართ სპეციალიზებული ყავის მსოფლიო მასშტაბით აღზევებას. როგორ ფიქრობთ, სპეციალიზებული ყავის კულტურა და ვენის ტრადიციული ყავის სახლის კულტურა უპირისპირდებიან თუ აძლიერებენ ერთმანეთს? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პროდუქტის სიყვარული. გახადო ყავა უკეთესი, მიაღწიო ფინჯანი ყავის საუკეთესო ხარისხს. ანალოგიურად, ვენის ყავის სახლში გემო წარმოადგენს საერთო სასაუბრო ენას. შეგვიძლია ახლაც დავაგემოვნოთ. დიახ, ფინჯანი ყავის არომატი და სიამოვნება, რომელსაც ის გვანიჭებს, წარმოადგენს როგორც ვენის ყავის სახლის, ისე სპეციალიზებული ყავის მთავარ ღირებულებას. რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით ამ არომატისთვის, მადლობას გიხდით ჩვენი საუბრისთვის, თქვენი კეთილგანწყობისთვის. დღევანდელ დღეს სწრაფად ცვალებად სამყაროში, რაც ფაქტია. როგორ ფიქრობთ, რა წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას კომპანიისთვის, რომელსაც ოჯახი საუკუნეზე მეტია წარმატებით მართავს? რას თვლით ყველაზე საინტერესოდ ამ პროცესში?
ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვაა პასუხის გასაცემად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დავაფასოთ ტრადიცია, ვიამაყოთ ჩვენი წარსულით და ამავდროულად დავრჩეთ მოქნილები მომავალი გამოწვევებისთვის. ვიცოდეთ რა მიმართულებით ვითარდება სამყარო. მე ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის დადებით ვხედავ მომავალში და ხალხში. დადებითი განწყობით გადადგა ნაბიჯები მომავლისკენ, ისე რომ არ დაივიწყო წარსული და ასევე არ მისცე მას საშუალება შეგაფერხოს, წარმოადგენს ზუსტად იმ ხიდს წარსულსა და მომავალს შორის. წარსულის პატივისცემა არ ნიშნავს ეთაყვანო ფერფლს, არამედ შეინარჩუნო და გადასცე ცეცხლი მომავალ თაობას. სწორედ მომავლისთვის ანთებული ცეცხლის გადაცემაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ქრისტინა, თქვენ ბრწყინვალე რესპონდენტი ბრძანდებით. რა თქმა უნდა, ყავა ბევრად მეტია ვიდრე მხოლოდ სასმელი. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ის ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. საქართველოში სტუმრობისას თქვენ პირველად იმყოფებით საქართველოში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა მსგავსებები ან სხვაობა დაინახეთ ქართულ სტუმართმოყვარეობასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ყავის კულტურას შორის? აღფრთოვანებული ვარ ქართული კულტურით და განსაკუთრებით ქართული სტუმართმოყვარეობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად განსაკუთრებულად აგრძნობინებთ თავს სტუმარს. სწორედ სტუმართმოყვარეობის ასპექტი არის ის, რასაც ვენის ყავის სახლის კულტურასთან იზიარებ. როდესაც სტუმარი თავს საკუთარ სახლში გრძნობს. გასული დღეების განმავლობაში გამუდმებით მესმოდა ფრაზა თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში. ვკითხულობ, როგორ მოვიქცე საქართველოში? პასუხობდნენ, უნდა მოიქცე ისე, როგორც თავად გესიამოვნება. თავი იგრძენი საკუთარ სახლში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გულწრფელი მასპინძლობაა ის, რაც გამყვება საქართველოდან და ჩემს გულში დარჩება სამუდამოდ, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გმადლობთ, რომ ეს ყველაფერი გაგვიზიარეთ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხელოვნური ინტელექტი, რომლის გარეშეც ამ საუკუნეში წარმოუდგენელია ნაბიჯის გადადგმა და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც თითქმის ყველა ინდუსტრიას ცვლის. როგორ ხედავთ ტექნოლოგიების გავლენას ყავის წარმოების, მომხმარებლის გამოცდილებისა და პროფესიული განათლების მიმართულებით? აბსოლუტური სიმართლეა. ხელოვნური ინტელექტი ყველგანაა. ხელოვნური ინტელექტთან ერთად კომპანიები ნამდვილად გააუმჯობესებენ წარმოების ტექნიკურ ნაწილს. გვაქვს სასარგებლო გამოცდილების მაგალითები ყავის ფერმების შემთხვევაში. დამხმარე პერსონალი იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს შემეცნებითი ვიდეოების სანახავად, გამოცდილების გაზიარების მიზნით, რათა პროცესი გააუმჯობესონ. მიუხედავად ხელოვნური ინტელექტისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია რეალური შეხება ყავასთან. შედეგად, რა თქმა უნდა, წარმოების პროცესი გაუმჯობესდება, გახდება უფრო ზუსტი, შესაძლებელია მარტივიც, მეტად გამჭვირვალე. უფრო გასაგებად მოგიყვებით ამბავს ჩვენ შესახებ, მაგრამ როგორც აქ, ახლა პირადი ურთიერთობები დარჩება უცვლელი. სითბოს, ჩახუტებას ხელოვნური ინტელექტი ვერ შეგვიცვლის და როდესაც ვამბობთ მოდი ყავა დავლიოთ, ეს ყოველთვის ბევრად მეტია ვიდრე მხოლოდ ყავა. გრძნობები. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვისაუბროთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ემოციები. ეს აუცილებლად დარჩება ჩვენთან. შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი. მე ხშირად ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს. საქმისთვის. დიახ, და მომწონს, თუმცა ადამიანური ურთიერთობები ჩემთვის პრიორიტეტად დარჩება. ის მათ ვერ ჩაანაცვლებს. გეთანხმებით, როგორც ყოველთვის. მგონი ამის თქმა უკვე შემიძლია. თანამედროვე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხი, არამედ პასუხისმგებლობაც. მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელი ინიციატივით ამაყობს დღეს იულიუს მაინლი ყველაზე მეტად და რა მიზნები გაქვთ სამომავლოდ? კეთილი. როგორც ოჯახური მემკვიდრეობის მატარებელი კომპანია, მრავალი თაობის გამაერთიანებელი საზრუნავია. ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი, ჩვენ არ ვართ საფონდო კომპანია. არ ვფიქრობთ აქციათა ღირებულებაზე 3 თუნდაც 6 თვის შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ მომავალ თაობაზე. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა მომავალი თაობისთვის. ჩვენ ყველას ყავს შვილები, დიშვილები, ძმისშვილები, ნათლულები. ჩვენ დავპირდით ბავშვებს, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევინარჩუნოთ და გავხადოთ სამყარო მშვენიერი. გვაქვს პროექტები უგანდაში, ალტერნატიული შემოსავლის წყარო. იანვარში ვიყავი ჰონდურასში, რეგენერაციული სოფლის მეურნეობის პროგრამით. ახლა ამ პროგრამის ფარგლებში მივდივართ ინდოეთში. ასევე იანვარში, როგორც ოჯახისთვის ჩვენთვის მდგრადობა პრიორიტეტია. მე დავპირდი შვილებს, რომ გავაკეთებდი ყველაფერს, რაც შემიძლია. და რა თქმა უნდა, რაც გვინდა, ყველაფრის შესრულება შეუძლებელია, მაგრამ რასაც შევძლებ, აუცილებლად გავაკეთებ. ვფიქრობ, სწორედ ეს გვხდის გამორჩეულს. იმ დროს, როდესაც სხვა სახის კომპანიები ანგარიშის წარდგენაზე არიან ორიენტირებულნი. ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა. თქვენ ლიდერი ბრძანდებით, უდაოდ.
როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი ქალი ლიდერი. რას ურჩევდით ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ბიზნესსა და ლიდერობაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ? ჯეროდეთ საკუთარი თავის, ჯეროდეთ რომ შეძლებთ. რა თქმა უნდა, იქნება ისეთი წუთები, როდესაც ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც გსურთ, თუმცა არ მისცეთ მსგავს შემთხვევებს უფლება მოგერიონ. და არავის მისცეთ უფლება გითხრან, რომ რამეს ვერ შეძლებთ. აი რას ვფიქრობ, ჩვენ შეიძლება განსხვავებულ კულტურულ გარემოში და სოციუმში ვიზრდებოდეთ, მაგრამ არავის აქვს უფლება გითხრას, რომ რაიმე არ გამოვა. სცადე. უბრალოდ სცადე. ხანდახან ცდი გამოვა და ამით ხვდები რა გამოდის. ხანდახან ცდი არ გამოდის და ხვდები რა არ გამოდის. და ამას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ბავშვის შემთხვევაშია, როდესაც ის სიარულს იწყებს, ეცემა, და ჩვენ მას ვამხნევებთ. ზრდასრულ ქალებს მინდა ვუთხრა, თუ რამე არ გამოვა, ისევ წამოვდგეთ და განვაგრძოთ სვლა წინ. უპირობოდ წარმატების გარანტი თავდაჯერება და კეთილგანწყობაა. ჯერა რომ მძიმე შრომის და მცდელობების შედეგად რომელიღაც კარი გაიღება. ერთი შეიძლება დაიხუროს, თუმცა შემდეგი აუცილებლად გაიღება. რა თქმა უნდა, დიახ, როგორც ყოველთვის. თქვენი აზრით, დღეს რომ შეეძლოს თქვენს დიდ ბაბუას იულიუს მაილს კომპანიის ნახვა, რა გააკვირვებდა მას ყველაზე მეტად დღეს, ამ საუკუნეში? ასევე ძალიან რთული შეკითხვაა. ის რადიკალურად განსხვავებულ პერიოდში ცხოვრობდა. 1862 წლის ვენა. ეს არის ზუსტად აღორძინების წინა პერიოდი. მისთვის ქალაქი იქნებოდა ძალიან განსხვავებული. სწორედ ახლა ვისაუბრეთ ქალბატონებზე, მმართველობით პოზიციებზე, რომელთა რაოდენობაც სავარაუდოდ ნაკლები იქნებოდა. ალბათ გარკვეული გარემოება მისთვის არ შეიცვლებოდა, მისი სალამი, სტუმრის შეგებება. მან მცირე ზომის დაწესებულებით დაიწყო. მისი სიტყვები იყო, რით შემიძლია გემსახუროთ. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი კომპანიის ლეიტმოტივს დღემდე. ალბათ ზუსტად ეს მსგავსება გააოცებდა მის და ჩვენს მიდგომას შორის მომხმარებლის მიმართ. აუცილებლად აღაფრთოვანებდა თუ როგორ შეიცვალა საზოგადოება, როგორ შეიცვალა სამყარო. არ ეცოდინებოდა რა არის მობილური ტელეფონი, რა არის კომპიუტერი. ხელოვნური ინტელექტი, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი. მით უმეტეს. ალბათ გააოცებდა ღირებულებები, რომლებიც უცვლელი დარჩა. უდავთ, თქვენი ხედვით, როგორი იქნება იდეალური ყავის მირთმევის გამოცდილება 10 წლის შემდეგ? დარჩება თუ არა მთავარი აქცენტი მხოლოდ ყავაზე? თუ ეს გაცილებით ფართო და მრავალფეროვან გამოცდილებად გადაიქცევა? თქვენ ახსენეთ ყავის მის გამოცდილება. დიახ, ეს ნამდვილად გამოცდილებაა. მნიშვნელოვანია შეგრძნება, რომელიც ფინჯანი ყავის შემდეგ გრჩება. შეგრძნება დამოკიდებულია ამბავზე, დამოკიდებულია ფერმერზე, დამოკიდებულია ყავის წარმომავლობაზე, მის გემოზე. არსებობს ყავის დაგემოვნების უამრავი გზა. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ პროდუქტზე. ზუსტად ახლა ვსაუბრობდით. იგივე მარცვალი შესაძლებელია მოხარშო 5 განსხვავებული მეთოდით. მიიღო აბსოლუტურად განსხვავებული სასმელი. შესაძლებელია მოხალო მსუბუქად, საშუალოდ, ძლიერად. შეგიძლია ცივად მოხარშო, მოხარშო როგორც ესპრესო. ზუსტად ეს განაპირობებს გამოცდილებას და ამბავს. ეს აღარ არის მხოლოდ ყავა, ეს არის თვითონ ყავა, მისი კრეფის პროცესი, წვიმები, კლიმატური ცვლილებები, რომელიც განაპირობებს თუ როგორ იზრდება მარცვალი, ცვლის საწყის. ვფიქრობ, როგორც თქვენ თქვით, თავარია გამოცდილება, არა მხოლოდ ნედლეული, არამედ მთლიანად გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მის სრულყოფაში. როგორ ზარდეს, უყვარდათ, აფასებდნენ, მოკრიფეს, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თითოეულ მარცვალს თავისი ისტორია აქვს, საკუთარი წარმომავლობა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ისტორია და ხარისხია. დარწმუნებული ვარ, რომ ყავის ხარისხი განაპირობებს ფინჯანი ყავის გემოს. მხოლოდ ეს. ჩვენს დღეს ისტორიას ვქმნით, მადლობას გიხდით ამისთვის. სამწუხაროდ ბოლო შეკითხვაა. როდესაც ადამიანები იულიუს მაილის სახელს ისმენენ, პირველ რიგში ყავას უკავშირებენ. რა არის ერთი ისეთი ფაქტი კომპანიის, ამ პირადად ქრისტინა მაილის შესახებ, რომელიც საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდებოდა? რა შეიძლება იყოს მოულოდნელი? მოდი ამაზე დავფიქრდეთ. ვფიქრობ, ალბათ კეთილგანწყობა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთად ბევრ დროს ვატარებთ და ჩვენ ვცდილობთ ერთად გავერთოთ. მე ვისაუბრე ოპტიმიზმზე.
ყავით გატაცება, ალბათ ყველაზე მეტად ეს პროცესი მსიამოვნებს. ეს ბიზნესია, ოჯახური ბიზნესი, მაგრამ მე ეს გულწრფელად მსიამოვნებს. ყავის შექმნა, დადებითი განწყობა, ყავის დაგემოვნება ჯგუფთან ერთად. ჩვენ მოგზაურობთ მსოფლიოს გარშემო. ხშირად ვამბობ ყავის ბარებში, ყავის რესტორნებში, მე არ ხვდები უცხოელებს, მე ვხვდები მეგობრებს. ეს კეთილგანწყობა, ეს ღიმილი. რა თქმა უნდა, თქვენ ყველას უყვარხართ, ქრისტინა, ყველა ქვეყანაში, მაგრამ საქმე მხოლოდ ჩემში არაა. აქ გუნდია მნიშვნელოვანი. მათი ხალისი, ის რომ ჩვენ ერთად მოგზაურობთ, ის რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვსიამოვნებს. სწორედ ის, რაც საქართველოში ვიგრძენი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით. ეს ოჯახია და ვფიქრობ ამას ბევრი ვერ ამჩნევს. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და უმჯობესია ლამაზად ვიცხოვროთ. ჩვენთვისაც სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. მადლობას გიხდით, ქრისტინა, მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ არა მხოლოდ პროფესიული გამოცდილება, არამედ თქვენი მოსაზრებები და პირადი ხედვა. მადლობა, სასიამოვნო იყო. ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო. ყავას დავასრულებ. მეც